აირჩიე რაც გულს უნდა ელიტ ელექტრონიქსში. ბოშის შეძენისას მიიღე საჩუქარი, მოიგე ავტომობილი და 50,000 ლარი. საკუთარი ავტომობილის დახმარებით ისარგებლეთ საუკეთესო შემოთავაზებით Liberty ბანკის ავტოლომბარდში. 1 თვიდან 5 წლამდე ვადით. მიიღეთ 40,000 ლარამდე სესხი. ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით, სწრაფად და მარტივად. Liberty ბანკი, ყველგან და ყველასთვის. VTB ბანკის საუკეთესო შემოთავაზება. სესხები ლარში უზრუნველყოფის გარეშე. შეიძინეთ ან გაარემონტეთ უძრავი ქონება. შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი. გადაფარეთ მიმდინარე სესხები ან უბრალოდ გამოიყენეთ თანხა თქვენი პირადი მიზნებისათვის. ისარგებლეთ VTB ბანკის სესხით 5 წლამდე ვადით 45,000 ლარამდე. უზრუნველყოფის გარეშე. შემოგვიერთდით. VTB ბანკი. დიდი უპირატესობა. აირჩიე რაც გულს უნდა ელიტ ელექტრონიქსში. Huawei პეცრალაიტის შეძენისას მიიღე საჩუქარი, მოიგე ავტომობილი და 50,000 ლარი. ულტრათანამეტროვე, მრავალპროფილური, ISO სტანდარტის კლინიკა N-Medici გთავაზობთ სრულ ამბულატორიულ და ლაბორატორიულ მომსახურებას. თვალის, ფარისებრი ჯირკვლისა და მუცლის ღრუს ქირურგია, გინეკოლოგია, მამოლოგია და ენდოკრინოლოგიური სტაციონარი. კლინიკა N-Medici, კლასიკური მედიცინა, პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება. მსოფლიო ლიდერი ბრენდის 62 წლიანი გამოცდილებით დემირ დოკუმი წარმოგიდგენთ ყველაზე უსაფრთხო გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებლებს წვის დახურული კამერით. აირჩიეთ ერთადერთი წყალგამაცხელებელი საქართველოში, რომელიც მუშაობს 0.1 ბარ წყლის წნევაზე და იცხოვრეთ მშვიდად. დემირ დოკუმი. უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით პირველადი ბოჭკოსგან დამზადებული პოლიპროპილენის მილები ცხელი და ცივი წყლის მოხმარებისთვის. საქართველოში უმაღლეს ხარისხს საუკეთესო ფასად მხოლოდ ვესპო გთავაზობთ. ვესპო, უსაფრთხო და საიმედო არჩევანი თქვენი ოჯახის მაქსიმალური კომფორტისთვის. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დიდ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ სასაკლაოს ხელმძღვანელებთან. შეხვედრის ძირითადი მიზანია საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების რეგლამენტის თანახმად მოთხოვნების გაცნობა ბიზნეს ოპერატორებისთვის. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალისტები და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი მირანგულა ლიპარტელიანი. შეხვედრის თემა არის 2017 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელი ეტიკეტირების წესი, ძროხის ხორცისა და ძროხის ხორცის პროდუქტების შესახებ, მთავრობის დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მოთხოვნებს და ამ საკითხთან დაკავშირებით იმართება შეხვედრა დღეს. ერთ-ერთი დადგენილება 2017 წელს, რაც იანვრიდან განხორციელდება და ყველა სასაკლაოზე მოქმედი იქნება. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო ამში ძალიან მკაფიოდ არის ჩართული და ეს ჩვენი მხრიდან ძალიან ისეთი დადებითი ჟესტია, რომ ჩვენ რაც შეიძლება ორგანიზებულები ვიყო და რაც შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამ ეტიკეტირებაზე თან დაკავშირებით რომ გავაკეთოთ თქვათ ზედამხედველობა და ვაწარმოოთ ისე როგორც ეს კანონზომიერება შეიცავს ამ ყველაფერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1974 წელს დაბადებული GC კანონიერი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ GC ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც მოსკოვი თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. GC ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს. ბრალდებული ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროში აღიარებულია კანონიერ ქურდად.
იგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დავაკავეთ, როდესაც მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოფრინდა. გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ამავე დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ბაზაზე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების უსაფრთხოებისა და პოლიციის ატაშეებს, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაესწრო. სტუმრება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერეს. ისინი მიმდინარე და დაგეგმილ საბრძოლო და სპეციალურ მომზადების სასწავლო კურსებსაც გაეცნენ, რომლებსაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, ასევე სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების პირადი შემადგენლობისთვის ტარდება. ვიზიტის მიზანი იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პარტნიორ ქვეყნების წარმომადგენლებს შორის არსებული წარმატებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს ბაზაზე პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პოლიციის ატაშეებს უმასპინძლა. სტუმრებმა დაათვალიერეს ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა. ასევე გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილ სასწავლო პროგრამებს და მონაწილეობა მიიღეს სავარჯიშო სროლებში. მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ორგანული კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ 2017 წლის ბიუჯეტი 14 ნოემბერს წარმოადგინა. აღნიშნული შესახებ საკრებულოს აპარატის უფროსმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ბიუჯეტი მარნეულის ვებგვერდზე, მარნეული გოვჯიზეც არის უკვე წარმოდგენილი და მოქალაქეებს საშუალება აქვთ გაეცნონ. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებაში და ვალდებულებაში შედის ის, რომ წარმოდგენიდან 5 დღის ვადაში იგი გახადოს საჯარო. ჩვენს მიერ მარნეულის ვებგვერდზე, მარნეული გოვჯეზე განთავსებული იქნა 2017 წლის ბიუჯეტი და ჩვენი თხოვნა და აუცილებელიცაა, რომ მოხდეს მისი ფართო განხილვა, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ამ ბიუჯეტში წარმოადგინოს თავისი შენიშვნები, თავისი წინადადებები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არაუგვიანეს 24 ნოემბრისა, ვინაიდან საკრებულო 25 ნოემბერს ასეთი შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შენიშვნებით უკანაბრუნებს პროექტს, უბრუნებს აღმასრულებელ ორგანოს. ხოლო შემდგომი პროცედურა ასეთია, რომ აღმასრულებელი ორგანო 10 დეკემბრისათვის უკვე წარადგენს ბოლო ვარიანტს, ანუ შესწორებულ ვარიანტს, გათვალისწინებით იმ შენიშვნებისა, რაც იქნება საკრებულოს მიერ წარდგენილი და მოხდება შემდეგ მასზე მსჯელობა, განხილვა და დამტკიცება. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და ვთხოვთ ყველა მოქალაქეს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებს, რომ გულდასმით გაეცნონ გამოქვეყნებულ ბიუჯეტს და თავიანთი შენიშვნები გამოაგზავნონ საკრებულოს აპარატში და ჩვენ შემდეგ მივაწვდით შესაბამის კომისიას ამას განსახილველი. სახელმწიფო 20,000 დოზა გრიპის ვაქცინა შეიძინა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ვაქცინა ჰოლანდიურია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული. სახელმწიფოს მიერ შეძენილი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემა 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულ მოქალაქეებს, ასევე ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებს, C-ჰეპატიტით დაავადებულ და HIV ინფიცირებულ პირებს. ზამთრის მოახლოებასთან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საზოგადოებას გრიპის პრევენციისათვის რეკომენდაციებს აძლევენ. რჩევის თანახმად სასურველია მოქალაქემ ვაქცინაცია ჩაიტაროს, მისი ღირებულება 20-დან 30 ლარამდეა. ქართული გამოცდილებით ჯერ არ ყოფილა შემთხვევა აცრის შემდეგ მოქალაქეს გრიპი შეყროდა. რაც შეეხება საკუთრივ გრიპის გავრცელების პერიოდს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ სტანდარტულად ვირუსის აქტიური გავრცელების პერიოდი ოქტომბრის ბოლოდან მაისამდეა. თუმცა საქართველოში მიმდინარე სეზონზე ჯერ ლაბორატორიულად გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. გრიპის ვირუსის მუდმივი ზედამხედველობა მიმდინარეობს და როგორც კი გამოვლინდება გრიპის ვირუსი, შემდგომ 5-6 კვირის მანძილზე ველით, რომ ის დაიწყოს უკვე ფართო გავრცელებას მოსახლეობაში, ამიტომ ჯერ კიდევ კარგი დროა მიმდინარე სეზონისთვის
გრიპისგან თავის დასაცავად ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. სახელმწიფოს მიერ მდინარე სეზონისთვის შეძენილი იქნა 20,000 დოზა გრიპის ვაქცინა, განსაკუთრებით მაღალი რისკის კატეგორიებისთვის, რომელთა შემადგენლობაში შედიან 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრების სამედიცინო პერსონალი, C ჰეპატიტით დაავადებულები, HIV ინფიცირებულები, რომლებმაც მიმდინარე პერიოდში შეუძლიათ მიმართონ თავის მომსახურების მიმწოდებელს და ისინი მიიღებენ ამ ვაქცინას სრულად უფასოდ. ყველა სხვა დანარჩენი პოპულაციისათვის, რომლებიც განეკუთვნება შედარებით მაღალი რისკის კატეგორიას, როგორც არიან მცირე ასაკის ბავშვები, ხანდაზმული პირები, ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი, ასევე ორსული ქალები, მათთვის რეკომენდებულია ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და რამდენადაც ჩვენ ვიცით, უკვე დაახლოებით 10,000-მდე დოზა ამ სახით მიღებული აქვს საქართველოს მოსახლეობის, თუმცა ეს რა თქმა უნდა ორივე რიცხვი ზოგადად პოპულაციის დაცვისათვის გრიპისაგან არის ძალიან მცირე, ამიტომ რა თქმა უნდა ველით რომ გრიპის შემთხვევები გვექნება. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად არ გვაქვს დადასტურებული, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ დღეს ბოლოს არ გვექნება. Marneuli munitsipalitetinin icra hakimiyetinin büyük konferans salonunda Kvemokartli bölgesinde olan sallakhana müdürleriyle görüş geçirildi. Görüşün əsas məqsədi biznes operatorlara mal heyvan ətlərinin reglamentlərinin etiketləşdirilməsini tanış etməkdir. Təqdimatda Milli Qida Agentliyinin mütəxəssisləri və Kvemokartli regional bölməsinin rəhbəri Mirangulal Apartelyan qoşulmuşdu. Görüşün əsas mövzusu 2017-ci ilin yanvarın 1-dən etiketləşdirmə qaydaları qüvvəyə minəcək. Biz bugün sallakhana rəhbərləri ilə görüş keçiririk. Gələn ilin yanvarından artıq mal əti və məhsullarına bildiyiniz kimi yenilik daxil olur. Bu yeniliyə Kənd Təsərrüfatı Nazirliyi və Milli Qida Agentliyi cəlb olunmuşlar. Bizim tərəfdən bu yenilik müsbət dəyərləndirilir. Daxili İşlər Nazirliyinin Kriminal Polis Departamentinin təşkil olunmuş cinayətlərə qarşı mübarizəsinin baş bölməsinin cinayətkarlar aləminə qarşı mübarizənin bölmə əməkdaşları keçirilən operativ istintaq tədbirləri nəticəsində 1974-cü il təvəllüdlü şəxsi qanuni oğru ittihamı ilə həbs ediblər. İstintaq təsdiq etdi ki, həbs olunan oğurluq aləmində qanuni oğru adını almışdır. Hüquq mühafizəçilər cinayətkarı Moskva-Tbilisi reysi ilə Gürcüstana düşən zaman Tbilisinin beynəlxalq hava limanında həbs etmişlər. Son bir neçə il ərzində o, Rusiya Federasiyasında yaşamışdır. Qanuni oğurluq ittihamı ilə istintaq davam edir. Həbs olunan oğurluq aləmində qanuni oğru adı almışdır və hüquq mühafizəçilər cinayətkarı Moskva-Tbilisi reysi ilə Gürcüstana düşən zaman Tbilisinin beynəlxalq hava limanında həbs etmişlər. Qanuni oğurluq ittihamı ilə istintaq davam edir. Daxili İşlər Nazirliyinin Xüsusi Tapşırıqlar Departamentinin rəhbərləri bu departamentinin döyüşə hazırlıq bazasında Gürcüstanda akreditasiya olunmuş səfirliklərin təhlükəsizliyi və polis ataşlarını, ortaq beynəlxalq təşkilatlarını və Gürcüstanda Avropa İttifaqının müşahidəçi missiyasının nümayəndələrini qarşıladı. Görüşə Daxili İşlər Nazirinin müavini Şalva Xodşişvili də qatılmışdı. Qonaqlar döyüş hazırlıqları bazasını və texniki avadanlıqları nəzərdən keçirdilər. Onlar eləcə də indiki və planlaşdırılmış döyüş və xüsusi tədris kursları ilə də tanış oldular. Səfərin məqsədi Xüsusi Tapşırıqlar Departamentinin və ortaq ölkələrin nümayəndələri arasında əməkdaşlığı gücləndirməkdir. Განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა Xüsusi Tapşırıqlar Departamentinin rəhbərləri döyüşə hazırlıq bazasında polis ataşlarını və ortaq beynəlxalq təşkilatlarını qarşıladılar. Qonaqlar döyüş hazırlıqları bazasını və texniki avadanlıqları nəzərdən keçirdilər. Onlar indiki və planlaşdırılmış döyüş və xüsusi tədris kursları ilə də tanış oldular. Yerli Özünü İdarə Etmənin Kodeksinin orqan qanunun 91-ci maddəsinin 1-ci punktuna nəzərən munisipalitetin əvəzləyici orqanı 2017-ci ilin büdcəsini noyabrın 14-ü təqdim etdi. Qeyd olunan bağlı bələdiyyə aparatının rəhbəri şərh bildirdi. Onun dediyinə görə büdcə Marneulinin web səhifəsində Marneuli.gov.gdə təqdim edilib. Əhali büdcə ilə tanış ola bilər.
Marneulis munitsipalitetis sakrebulus. Marneuli munitsipalitetinin öhdəliyinə büdcə daxil olduqdan 5 gün sonra ictimaiyyətə təqdim edilməsi düşür. Bizim tərəfimizdən Marneulinin web səhifəsində 2017-ci ilin büdcəsi əhaliyə təqdim olunub. Hər bir vətəndaş büdcə ilə tanış ola bilər. Dövlət 20 min doza qrip vaksini əldə etdi. Xəstəlik müayinəsinin Milli Mərkəzindən açıqlayırlar ki, vaksinlər Holland istehsalıdır və Dünya Sağlamlıq Təşkilatı tərəfindən təsdiq olunmuşdur. Dövlət tərəfindən əldə olunan preparatlar pulsuz olaraq 18 yaşa dək diabetdən əziyyət çəkən vətəndaşlara, eləcə də uşaq evlərinə və qocalar evlərinə, C hepatit və ayıq xəstəlikləri olan vətəndaşlara veriləcək. Qış yaxınlaşdığı üçün xəstəlik müayinəsinin Milli Mərkəzində ictimaiyyətə qripin prevensiyası üçün rekomendasiyalar verilir. Seçimlə vətəndaş vaksinasiya keçirə və peyvənd vurdura bilərlər. Vaksinasiyanın qiyməti 20-dən 30 laryədəkdir. Gürcü təcrübələrindən irəli gələrək hələ peyvənddən sonra qripə yoluxma halları baş verməyib. Qripis virusus mudmivი ზედამხედველობა. Qrip virusunun nəzarəti hissə-hissə həyata keçir. Qrip virusu yayılmamış yaxşı olar ki, vətəndaşlar peyvənd vurdursunlar. Dövlət bu il Holland istehsalı 20 min doza vaksinasiya əldə edib.